აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის გარდაცვალებიდან წელს 1 წელი გავიდა. ცნობილი კარდიოლოგის ხსოვნის პატივსაცემად ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალის სარედაქციო კოლეგიამ კონკურსი ჩაატარა. გულიკო ჩაფიძის სახელობის კონკურსის შესახებ უფრო მეტს ნინი გელაშვილი მოგვიყვება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან. ნინი, მოგესალმებით. დილამშვიდობისა. გეგი ელისაბედ, მოგესალმებით. Როგორც თქვენ აღნიშნეთ, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის გარდაცვალებიდან 1 წელი შესრულდა. მე დღეს მოგიყვებით მისი სახელობის კონკურსის შესახებ, რომელიც უკვე ჩატარდა და გამარჯვებული ყველასათვის ცნობილია. ეს კონკურსი ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალის რედაქციამ დააფუძნა. ჩემთან ერთად ახლა იმყოფებიან მისი ორგანიზატორები და რა თქმა უნდა გამარჯვებული. ჩემს გვერდით თქვენ ახლა ხედავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორს და ამ კონკურსის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლადო კვაჭაძეს. მოგესალმებით ბატონო ლადო. მოგვიყევით, საიდან დაიბადა კონკურსის იდეა და რას ისახავს მიზნად? მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. პირველ რიგში მინდა იქედან დავიწყო, რომ თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ 1 წელი გავიდა ქალბატონ გულიკოს გარდაცვალებიდან. ეს ხო ადამიანი, რომელმაც მთელი თავის ცხოვრება მიუძღვნა სწორედ მედიცინას, კონკრეტულად კი კარდიოლოგიის დარგის განვითარებას და სწორედ მის სახელს უკავშირდება ამ დარგის აღორძინება, განვითარება, ისეთი მიმართულებების ჩამოყალიბება, როგორიც არის ინტერვენციული კარდიოლოგია, კარდიოქირურგია და შესაბამისად ის იყო ჩემი მასწავლებელი და ძალიან მინდოდა ჩემ მეგობრებთან ერთად, რომელთან ერთადაც დავაარსე სწორედ ეს ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალი, სწორედ მის სახელობის კონკურსი ჩაგვეტარებინა. რადგან ქალბატონ გულიკო მთელი თავის ცხოვრების მანძილზე სწორედ ამ საქმეს ემსახურებოდა, რომ სწორედ ახალგაზრდებისთვის შეეწყო რაც შეიძლებოდა ხელი და მათთვის მომავლისკენ გაეკვალა დიდი გზა. და სწორედ ამ მიზნით ჩავატარეთ ეს კონკურსი. კონკურსის გამარჯვებული მიემგზავრება გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგში, ბად კროცინგენის გულის ცენტრში. ეს კონკურსის და სტაჟირების ორგანიზება უზრუნველყო რასაკვირველია ჩვენმა ჟურნალმა და ასევე ქალბატონ გულიკოს გერმანელმა კოლეგებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ სწორედ ამ ასე ვთქვათ სტაჟირების ფინანსურ ხარდაჭერას და გარკვეულ ასე ვთქვათ ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებას. და იცით რა არის, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა ქალბატონ გულიკოსის, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა ცხოვრებაში და სწორედ მაშინ რაღაცა შემთავს უთხარი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება რაღაც ხანმოკლე იქნება თუ ხანგრძლივი, სწორედ რაღაცა ახალგაზრდების ხელშეწყობას დავუცმობდი, სწორედ იმ გზას გავაგრძელებდი, რასაც ქალბატონ გულიკო მთელი თავის ცხოვრების მანძილზე აკეთებდა. სანამ გამარჯვებულთან გადავინაცვლებ კითხვით, მინდა გკითხოთ ასევე როგორი იყო ამ კონკურსის მიმართ საზოგადოების ინტერესი და ჩართულობა. ანუ კონკურსის პირობები იყო შემდეგი, ანუ მასში მონაწილეობა შეეძლოთ მე-4 კურსიდან, ანუ მედიცინის ნებისმიერ უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტებს ზემოთ. და საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, მაგრამ ბუნებრივია, ყველა გამარჯვებული ვერ იქნება და საუკეთესოდ გაიმარჯვა და დღეს წარმოდგენილია სახეზე. მადლობა. მე ახლა გადავინაცვლებ კითხვით კონკურსის გამარჯვებულთან, მათე სოლომონიასთან. მოგესალმებით, მათე, უპირველესად მოგილოცავთ ამ კონკურსში გამარჯვებას და რომ გითხრათ, რა მოგცათ თქვენ ამ პროექტში მონაწილეობამ, რა გამოცდილება მოგცათ და როგორია თქვენი ემოციები და განწყობა? მოგესალმებით, მადლობა მოლოცვისთვის. კონკურსის გამოცხადებიდან აქტიურად დავიწყე ძიება იმის შესახებ, თუ რა თემაზე შეიძლება წარმოედგინა ნაშრომი და ამ პროცესში გავიცანი ექიმი არითმოლოგი ბატონი როინ რეკოვა, რომელთან ერთადაც შევქმნით ასეთი სტატია სახელწოდებით კარდიონეიროაბლაცია, რომელიც არის ბრადი არითმებით მიმდინარე დაავადებების მართვის ალტერნატიული და ინოვაციური მეთოდი. პაციენტებს შეუძლიათ რომ მოარითქვან გულის რიტმის წამყვანის პეისმეკერის იმპლანტაციაზე. რაც შეეხება კონკურსს და მის ემოციებს, მადლობა სუხდი კონკურსის ორგანიზატორებს, მადლობა ჩემს ხელმძღვანელს ბატონ როინ რეკოვას. ვფიქრობ, რომ წინ შესანიშნავი გამოცდილება მელოდება და მოუთმენლობების სტაჟირების დაწყებას ბად კროცინგენის გულის ცენტრში. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ჩემთან ერთად ასევე იმყოფება კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ასევე ექიმი პედიატრი ლანა შვანგირაძე, რომელიც მოგვიყვება ასევე უფრო ვრცლად ამ პროექტის შესახებ. უპირველესად დამეთანხმებით ალბათ, რომ ქალბატონი გულიკო ჩაფიძის ღვაწლი არის ძალიან დიდი და მის შესახებ რომ გითხრათ 2 სიტყვით და ასევე კონკურსის მიზანი რა არის?
როგორც უკვე ლადომ აღნიშნა, ჩვენი მიზანი არის, რომ ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარონ, ასე ვთქვათ, გარკვეულ შეზღუდულ ფარგლებში ვახერხებთ ამის გაკეთებას. ზოგადად ჟურნალის მიზანი არის სამედიცინო ინოვაციების ქართულ ენაზე გაცნობის საშუალება მივცეთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც სამედიცინო სფეროთი არის დაინტერესებული, როგორც ექიმებს, ასევე არასამედიცინო საზოგადოებას და მარტივ გასაგებ ენაზე გადმოვცეთ მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის ფარგლებში არსებული თანამედროვე ინფორმაცია. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ამ კონკურსსაც, რომელიც აკადემიკოს და კარდიოლოგ გულიკო ჩაფიძის ხსოვნის პატივსაცემად დაფუძნდა. და ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ აკადემიკოსი გულიკო ჩაფიძე 2024 წლის 20 მაისს გარდაიცვალა 93 წლის ასაკში. ძალიან დიდი მადლობა ნინი, ასეთი საინტერესო ჩართვისთვის და მაყურებელს შევახსენებთ, რომ ნინი გელაშვილი გვერდთვებოდა სამედიცინო უნივერსიტეტიდან.